გენერალურ პროკურატურაში გიან ბარამიძის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს გენერალურ პროკურატურაში აფხაზეთის ომის ვეტერანები და სამხედროები დაიკითხნენ. ლევან გოგოლაურის განცხადებით ბარამიძე მოწმის სახეთაც უნდა დაიკითხოს, რადგან მისი თქმით, თუ პოლიტიკოსი თავად ამტკიცებს, რომ ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, გამოძიებას კონკრეტული ფაქტებისა და პირების შესახებ კითხვები უნდა ჰქონდეს. ბარამიძის განცხადებებს მძიმე შეფასებები მოჰყვა კიდევ ერთი ვეტერანის სურაბ შამუგიასგან. შამუგიას განცხადებით ბარამიძის სიტყვებმა დაღუპული სამხედროების და ვეტერანების შეურაცხყოფა გამოიწვია. თავად გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ ის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია მიმდინარეობს და მისი განცხადებების სამართლებრივი შეფასება აბსურდულია. საკითხს ეკეთდება პოლიტიკური შეფასებებიც. სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს თემაზე. ვრცლად სალომე გისმენთ. პირველ რიგში დავიწყებ ვეტერანების განცხადებით, რომლებიც უკვე 2 დღეა იკითხებიან და ბუნებრივია, რომ მთავარი კითხვები შეეხება იმ განცხადებას, რომელიც გააჟღერა გია ბარამიძემ. თითოეული ვეტერანი აფხაზეთის ომის მონაწილე ამბობს, რომ რეალურად ისინი თავად იმყოფებოდნენ ადგილზე, თუმცა მსგავსი პრეცედენტი არც კი გაუგიათ, რომ ქართულ მხარეს დაიხვრიტა თავის მხრივ რუსი ჯარისკაცები და აქვე ამბობენ იმასაც, რომ სრული პასუხისმგებლობა მსგავსი სახის ანტისახელმწიფოებრივი განცხადების მიმართულებით ეკისრება მაშინდელ თავდაცვის მინისტრს. პირველი დღიდან 14 აგვისტოს ომი რო დაიწყო, რო ჩავერთვე ბოლომდის 28 სექტემბრამდის იარაღი არ დამიგდია. მე ბარამიძე გია იქ არ მინახე. ვეტერანების სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთი ტყვე არ დაგვიხრეტია. ასეთი შემთხვევა არ იყო. არც ჩემ ბატალიონში, არც ბრიგადაში და საერთოდ აფხაზეთში იყო 23-24 ბრიგადა. ეს ადგილობრივებიდან ჩამოსული თავდაცვის სამინისტრო და მთლიანობაში მე ასეთი შემთხვევა არ გამიგია. შემთხვევის ადგილზე გასვლის პროცესში რა დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, დაბომბვებს და ასე შემდეგ, ყოველივეს მოუყევი გამომძიებას. ეს არის მტრული განცხადება მთელი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მთელი საზოგადოების და ხალხის მიმართ. აღარიშულ ფაქტებს ადგილი არ ქონია, არათუ გამოძიების პროცესში საერთოდ არავისგან არც გამიგია, არათუ მე ასეთი რამ რომ ვინმეს აყვანილი ტყვე დაეფრიტოს. არათუ დახვრეტა, როგორც გითხარით, უკურნალობდნენ დაჭრილ ტყვეებს და გადასცემდნენ აფხაზებს და შესაბამის მოწინააღმდეგე მხარეს. განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ გაკეთებული. მას მთელი ამ ხნის მანძილზე შეეძლო ამ საკითხზე ელაპარაკა. არ შეიძლება რომ ამ განცხადებას აკეთებდეს ამ წარსულის მქონე ადამიანი. ეს აშკარად ვთვლი, რომ გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს, შენ ამბობ ისეთ რაღაცას, რაც მეც არ გამიგონია, როგორც მაშინ რიგით მეომარს და მთელი ამ ხნის მანძილზეც არ გამიპირიქით. მე უფრო მეტი ვიცი ჩვენი ვეტერანებისგან, ხელმძღვანელი გენერლებისგან, როგორ მიდიოდა ტყვეთა გაცვლა. მოვისმინეთ განცხადებები და რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, დღეს როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ასევე თავდაცვის მინისტრმა შეაფასეს ის განცხადება, რომელიც ეკუთვნის გია ბარამიძეს. პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ ის განცხადება, რომელიც შეეხებოდა ტყვეების დახვრეტას, ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული პირები, მათ შორის გია ბარამიძე, ცდილობენ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ ქვეყანაში. აქვე ვიცით და ცნობილია, რომ უკვე საქმე აღძრულია. თბილისის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს ამ შემთხვევაში ქვეყნის ღალატის მუხლით და აქვე ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ აუცილებელია მთავარ კითხვებს გაეცეს პასუხი. პირველ რიგში გია ბარამიძის მხრიდან, თუ კი აქვს ნამდვილად ასეთი ფაქტები, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ნანახი ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემაც. მისი განცხადება იყო აბსოლუტურად ამას რძენი. შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს ადამიანი შეეხო ყველაფერ ქართულს. თავისი სამარცხვინო სრულ განცხადებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს. ქართულ კულტურას შეეხო, ქართულ ადამიანობას შეეხო, ჩვენ ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინო. ასეთ ყვილს რო გადრულობდა თან ასეთ ამას რძენს თავისი შინაარსით, ამას არ ვიცი რა ახსნა უნდა ქონდეს. ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერ ბედავს ვერც ერთი პარტიული ტელევიზია ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. რატო? იმიტომ რომ ეს ტელევიზიებიც არის ჩვეულებრივი პარტიული აგენტურა, ისინიც მიიღებიან გარეთ დაკვეთებს. ეს იყო კნარის სიცრუე, რაც მან თქვა ერთის მხრივ, ეს იყო სიბრიყვე და მეორეს მხრივ და ასევე მესამეს მხრივ ეს იყო მოღალატეობრივი განცხადება. მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი ვეტერანების მათი პოზიციის, იმიტომ რომ ეს არის მათთვის შეურაცხყოფელი. ქართულ ჯარს, ქართულ ჯარისკაცს და საქართველოს არასოდეს არ დაუხრეტია არც ერთი ტყვე.
რაც შეეხება თავად გია ბარამიძეს, მან გააჟღერა განცხადება, პირველ რიგში ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მისი განცხადების არასწორი ფორმულირება მოხდა საზოგადოების თუ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან. ჩვენთვის ცნობილია, რომ კვლავ გრძელდება თბილისის პროკურატურაში გამოკითხვები.